მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მოგესალმებით სტუმრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვებზე ზრუნვის სისტემის რეფორმირების შესახებ. ყველამ ვიცით, რომ ამ ფუნქციას საბჭოთა კავშირის პერიოდში და პრინციპში საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლების განმავლობაშიც ასრულებდა ბავშვთა დიდი ზომის სახლები, რომლებიც დამეთანხმებით რეალურად ვერ სთავაზობდა ამ ბავშვებს ვერც ფსიქოლოგიურ, ვერც ეკონომიკურ, სოციალურ მხარდაჭერას და ასე შემდეგ. ეს იყო სრული იზოლაცია ბავშვების და ისინი ფაქტობრივად შემდეგ, როდესაც მიაღწევდნენ სრულწლოვანებას, მაშინაც რჩებოდნენ ემოციურად და განვითარებითაც შეიძლება ითქვას სამწუხაროდ იზოლირებული საზოგადოებისგან. ამის გამო დადგა აუცილებლობა ამ სისტემის ძირეული რეფორმირების და უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ეს პროგრამა და ჩვენ გვინდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა ამ პროგრამით უკვე და რა საფეხურები დარჩა გასავლელი, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. წარმოუდგენ მაყურებლებს ჩვენს სტუმრებს გიორგი კაკაჩია, ჯანდაცვის სამინისტროდან, ნათია ფარცხალაძე, UNICEF-ის წარმომადგენელი, რომელიც გმასპინძლობს დღეს და დიდი მადლობა ამისთვის, ანდრო დადიანი, ორგანიზაცია Every Child-ის წარმომადგენელი, ხელმძღვანელი და ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვების წარმომადგენელი ია შეყრილაძე. ნათია, თქვენგან დავიწყებ. მე პირველ რიგში რომ განმარტოთ რას გულისხმობს ეს რეფორმა, რატომ დადგა ამ რეფორმის აუცილებლობა, უფრო დაწვრილებით რომ ავხსნათ, როგორი იყო ეს სისტემა და როგორი გახდება რეფორმის შედეგად. როგორი ხდება უფრო სწორად უკვე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ბავშვის უფლება აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, რა თქმა უნდა, არის ბავშვის უფლებათა კონვენციით გასაზღვრული მისი უმთავრესი უფლება. და კონვენციის გარეშეც ბუნებრივია, რომ ბავშვისთვის ოჯახური გარემო არის მისი აღზრდისთვის და განვითარებისთვის ყველაზე ბუნებრივი და ხელსაყრელი გარემო. გარდა ამისა, არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც რა თქმა უნდა, ძირითადად დასავლეთის ქვეყნებში ტარდებოდა, რომელმაც არაერთხელ დაასტურა, რომ ოჯახურ გარემოში აღზრდილი ბავშვები არიან უფრო კარგად განვითარებული, მათ აქვთ საზოგადოებაში ინტეგრირების უკეთესი საშუალება, ვიდრე სამწუხაროდ დიდი ზომის ინსტიტუციურ გარემოში აღზრდილ ბავშვებს. არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც ტვინის გამოკვლევების დონეზეც კი აჩვენებს, რომ ინსტიტუციურ გარემოში აღზრდილი ბავშვები, განსაკუთრებით კი ჩვილი ბავშვები, ბევრად უფრო ნაკლებად ვითარდებიან, მათი ტვინის გარკვეული უბნებიც კი ნაკლებად არის განვითარებული, რაც რა თქმა უნდა, სამომავლოდ მათი განვითარების პოტენციალს დიდწილად ამცირებს. სწორედ ამიტომ 2000 წლიდან დაახლოებით ქვეყანაში გადაწყდა, რომ დაწყებულიყო ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა და ალბათ უნდა აღინიშნოს ამ რეფორმის დაწყებაში კაიროს ბავშვთა ფონდის, ევროკავშირის და მსგავსი ორგანიზაციების როლი, რადგან მათი დამსახურება იყო ალბათ დიდწილად მთავრობასთან ერთად ამ გადაწყვეტილებამდე მიღწევა და იმის გარკვევა, ასე ვთქვათ, რომ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულების დახურვას და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებას ამ ბავშვებისთვის. აქედან გამომდინარე, ოჯახი იქცა ამ რეფორმის მთავარ კონცეფციად. ოჯახი ნამდვილად ამ ეტაპზე გახლავს არის რეფორმის უმთავრესი კონცეფცია და საზოგადოების განვითარების უმთავრესი კონცეფციაც და ამ დასკვნამდე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ნელ-ნელა მივიდა, ყველასთვის აშკარა გახდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაიხოროს დიდი ზომის დაწესებულებები და შესაძლოა ვთქვათ, გაჩნდეს ალტერნატიული მომსახურებები, რომლებზეც ვიცი, რომ ჩვენ დღეს მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუ არ უზრუნველყო ქვეყანამ სათანადო დახმარება მოწყვლადი ოჯახებისთვის, თუ არ დავეხმარეთ ოჯახს და ბავშვს იმისთვის, რომ ისინი თემში და ოჯახურ გარემოში თანაცხოვრებდნენ, ძალიან რთული იქნება არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ამ რეფორმის საბოლოო შედეგების. ამის შესახებაც ჩვენ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ბატონო გიორგი, რა ეტაპზეა რეფორმა ამ დროისთვის? რა გვაქვს შედეგები და რა დარჩა კიდევ გასაკეთებელი? ბავშვების ზრუნვის სისტემა არის ძალიან ფართო ცნება და დიდ მიმართულებებს მოიცავს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ, რომ რაც ბატონმა ნათიამ ახსენა, რომ რეფორმა საქართველოში 2000 წლიდან დაიწყო და ერთ-ერთი პირველი სამიზნე ჯგუფი, რომელიც გახდა ბავშვთა ზრუნვის რეფორმის, ეს იყო მზრუნველობა მოკლებული ბავშვები. შესაბამისად, ეტაპობრივად ჩვენ იქამდე მივედით, რომ მზრუნველობა მოკლებული ბავშვებზე გამოცხადეთ უარი, რომ ისინი იმყოფებოდნენ დიდი ტიპის ინსტიტუციურ დაწესებულებებში და ჩვენი აპრიორი თავიდანვე გახდა ან ოჯახი, ან
ყველაზე ცუდ შემთხვევაში ოჯახური გარემო მაინც. და ეს სახლები საერთოდ იხურება, კი არ ხდება ამ სახლების ვთქვათ მოდერნიზაცია, არამედ საერთოდ იხურება ასეთი დიდი ზომის სახლები, არა? სახლები საერთოდ იხურება, ფაქტობრივად სახლები არის დახურული, შეგვიძლია ვთქვათ, დღესდღეობით გამონაკლის შემთხვევა გვჭირდება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. რამდენი სახლი გქონდა და რამდენი დაიხურა, რამდენი დარჩა? რეფორმის დასაწყისში იყო სადღაც 45-მდე სახლი, მათ შორის სკოლა-პანსიონებით, დღესდღეობით დარჩენილია მხოლოდ 3 სახლი, ეს არის ჩულბავშვთა სახლი, რომელიც ძირითადად ემსახურება 0-დან 6 წლამდე ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებს და ფაქტობრივად თითქმის ჩამოსათვლელი დარჩა ჯანმრთელი ბავშვი, ისიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში არის, რო დროებით განთავსდეს და გვჭირდება 2 ტიპის დაწესებულება 6-დან 18 წლამდე, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. შესაბამისად, რთულია მათი ოჯახებში გადაყვანა. ახ აქ არის რამდენიმე ალტერნატივაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ძირითადი ალტერნატივა არის, რა თქმა უნდა, ოჯახებში დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ იგივე სერვისების განვითარების კუთხით ჩვენ ჯერ მზად არა ვართ, რომ ძალიან რთული ბავშვები დაუბრუნოთ ოჯახებში, იმიტომ რომ თითოეულ გეოგრაფიულ ადგილზე უნდა იყოს ნებისმიერი სერვისი ხელმისაწვდომი, რომელიც ზუსტად მოიცავს ამ ძიმე კატეგორიის ბავშვების მომსახურებას. რაც შეეხება დეინსტიტუციონალიზაციას, ფაქტობრივად მოვთვლი რომ ეტაპი დასრულებულია, ზოგადად ჩვენ ახლა უნდა დავუწყოთ მეორე დიდი ეტაპი, რასაც ქვია უკვე ნებისმიერი ბავშვის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, დაწყებული მისი უფლებების უგულებელყოფიდან დამთავრებული ძალადობის ფაქტებიდან. აქედან გამომდინარე ძალიან მძიმე სტატისტიკა გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ბავშვი დღეს საქართველოში იზრდება ღარიბ ოჯახებში, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებულია მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან, დაწყებული განათლების უფლებიდან, დამთავრებული ჯანმრთელობის უფლებიდან, ან მათი პიროვნული აზრის გამოხატულებიდან. შესაბამისად, დიდი ეტაპი, რომელიც აღნიშნე, რომელიც უნდა დაიწყოს, ეს არის უკვე მიმართული ამ ოჯახების გაძლიერებაზე. თალსახად თუ ბავშვის უფლებები მაქსიმალურად არ ირღვევა იმ ოჯახში, ჩვენ რა თქმა უნდა იმ ოჯახებიდან ბავშვები არ უნდა გამოვიყვანოთ და პირიქით უნდა ვიზრუნოთ, რომ იმ ოჯახის მაქსიმალურად გაძლიერდეს, რაც პირდაპირ ასახოს ბავშვის შემდგომში ბავშვის პენსია. მაგრამ ამასთანავე იქნება გარკვეული შემთხვევები, სადაც პირდაპირ ჩარევა მოგვიწევს ბავშვის სხვა ალტერნატიულ სერვისში განთავსებაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს უკიდურესი გადაწყვეტილება, როდესაც ყველა სხვა ალტერნატივა იქნება ამოწურული. გასაგებია. ანდრო, ვისაუბროთ ამ ალტერნატიულ მეთოდებებზე, ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მეთოდები, რომელიც რეფორმის შედეგად ინერგება. რა მეთოდებია ეს და რა პლუსები აქვს ამ მეთოდებს? რამოდენიმე ფორმა არსებობს. მიზანი ამ ფორმების არსებობისა არის ის, რომ ჩაანაცვლოს ოჯახი, გიამახსენა, თქვა, ის შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია ბავშვი დატოვო, დარჩეს, არ არის მიზანშეწონილი, რომ დარჩეს ბიოლოგიურ ოჯახში. ადრე ამ ბიოლოგიურ ოჯახს ანაცვლებდა დიდი ზომის დაწესებულება, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგები მოქონდა ცალკე. დღეს ისინი ჩანაცვლდა ოჯახური ფორმებით. პირველი და ყველაზე მოქნილი და ყველაზე კარგი ოჯახის ჩანაცვლებელი ფორმა გახლავთ მინდობით აღზრდა. რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს სახელმწიფოს მიერ პიროვნების დაქირავებას, მომზადებას და მასთან მშობლის მზრუნველობა მოკლებული ბავშვის განთავსებას. ადრე თუ სახელმწიფო ფულს ხარჯავდა ბავშვთა სახლში და იქ იყვნენ აღზრდელები, დღეს იგი ხარჯავს უკეთ ამ ფულს, იგი პოულობს ხალხს, ვინც მოტივირებულია, სწორი ღირებულებები გააჩნია და ამზადებს მათ და ქირაობს მათ იმისთვის, რომ ის ბავშვები განათავსოს მათ საკუთარ ოჯახში, მათ საკუთარ სახლში, რომლებსაც ბიოლოგიური მშობლებისგან ყურადღება, თქვათ, რაღაცა მიზეზების გამო აკლიათ. ანუ ამ შემთხვევაში ეს ბავშვი იზრდება ჩვეულებრივ ოჯახში, ჩვეულებრივ მშობლებთან, ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ბიოლოგიური მშობლები არ არიან. უბრალოდ ინარჩუნებს მასზე მეურვეობას სახელმწიფო. ეს ბავშვი ითვლება სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვად, თუმცა ამ ზრუნვას სახელმწიფო ახორციელებს დაქირავებული, მომზადებული ოჯახის საშუალებით და არა ბავშვთა სახლში. რა არის სხვა ვარიანტი? მეორე ვარიანტი, რომელიც არსებობს, ეს გახლავთ მცირე საოჯახო სახლი, მოდელი შეიქმნა სპეციალურად საქართველოსთვის, მოდით ასე ვთქვათ, თუმცა რამოდენიმე მოდელი არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთი, რომელზეც მე მიმუშავია, გახლავთ მრავალშვილიანი ოჯახის ტიპის სახლი. აქ განსხვავება ის არის, რომ თუ ვთქვათ, მიმღებ მშობელს საკუთარ სახლში მიყავს ეს ბავშვი, აქ
არსებობს ინფრასტრუქტურა, სახლი, გნებავთ ბინა, სადაც ჩვენ შემთხვევაში 8 ბავშვამდე შეიძლება ცხოვრობდეს მრავალშვილიანი ოჯახის პრინციპით, მაქსიმუმ 8 ბავშვი. თუმცა არის მოდელები, სადაც 10 ბავშვიც არის მოდელები, სადაც მაქსიმუმ 7 ბავშვი შეიძლება იყოს განთავსებული. პრინციპში რაც ნაკლები უკეთესი, რამე თუ რაც ნაკლებია ბავშვი, უფრო მეტი აღზრდელის მეტი ყურადღება შეიძლება დაეწყოს. ეხლა ამ შემთხვევაში ალბათ უბრალოდ წყვილისთვის, ქმარისთვის ძალიან რთული იქნება 8 ბავშვზე ზრუნვა. მხოლოდ რა თქმა უნდა, ეხლა დღის განმავლობაში მათთან ეს აღზრდელები არიან და ეს პრინციპი ზუსტად მაგას ეფუძნება ოჯახურ, რატომ ვამბობთ ოჯახურ გარემოს? იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ეს არის წყვილი, რომელიც 5 დღის განმავლობაში 24 საათი ამ ბავშვებთან ერთად იმყოფება და მე შაბათ-კვირას ინაცვლება თქვა მეორე წყვილი. თუმცა ისინი მარტონი არ არიან. ეს მომსახურებები ძირითადად მოწოდებულია, ანუ სახელმწიფო ამ მომსახურებებს ყიდულობს არასამთავრობო სექტორისგან. ზოგიერთ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები თავად ფლობენ ინფრასტრუქტურას, ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო აძლევს მათ ინფრასტრუქტურას და რომ გარემო შენობა თუნდაც იყოს შენობა კი ბატონო და უბრალოდ ისინი განმახორციელებლები არიან ამ მომსახურებისა და ამაშიც ფულს იხდის სახელმწიფო. ანუ ხომ არსებობს რეფორმა გულისხმობს მესამე ვარიანტსაც ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას ბავშვებს? კი ბატონო, ეს ყველაზე სასურველი ვარიანტია, რა თქმა უნდა, ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ნებისმიერი ფორმიდან. ყოველთვის ისწრაფვის სახელმწიფო რომ ბიოლოგიურ ოჯახში მოხდეს დაბრუნება. თუ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელი. თუ თავიდანვე ჩანს რომ ბიოლოგიურ ოჯახში ვერ მოხდება დაბრუნება, იქ სხვა ალტერნატივები განიხილება. როგორიც არის შვილად აყვანა მაგალითად. მე ამ თემით გადავალ იასთან. ია, ჩვენ ვიცით რომ ხშირად ბიოლოგიური ოჯახი ბავშვზე უარს, იმიტომ რომ მათ მატერიალური საშუალება არ აქვთ ბავშვის მოვლის. მაშინ როგორ ხდება ოჯახში დაბრუნება? სახელმწიფო ან სხვა ორგანიზაციები იღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ ოჯახმა შეძლოს ბავშვის პატრონა? კი ბატონო, მადლობთ გიორგი. მე უბრალოდ დავამატებდი იმას, რომ რეფორმის ფარგლებში თქვენ ბრძანეთ, რომ ერთ-ერთი ვარიანტია ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უპირველესი პრიორიტეტი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების. აი როგორ ხდება ამ ოჯახების სტიმულირება, რომ ოჯახმა შეძლოს ბავშვის დაბრუნება? თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან ხშირად ქართული რეალობა მართლაც ესეთია, რომ მატერიალური ასე ვთქვათ, უსახსრობა არის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებდა ამ ბავშვთა მიტოვებას ბიოლოგიური ოჯახების მიერ. თუმცა მე დავამატებ, რომ როგორც წესი ეს არ იყო მხოლოდ მატერიალური და სახეზე, ასე ვთქვათ, ფაქტორთა ერთობლიობა, რომელთაც შესაბამისად სჭირდებათ კომპლექსური მიდგომა. თუმცა გადავარჩინოთ ბავშვების გამოცდილებიდან გამომდინარე და ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია მთავრობას ამ წლების განმავლობაში ეხმარებოდა სწორედ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახებში დაბრუნების, ასე ვთქვათ, პროცესში, რომელსაც ჩვენ რეინტეგრაციას უწოდებთ, სწორედ გაეროს ბავშვთა ფონდის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მატერიალური, ასე ვთქვათ, ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული პირველადი ჩარევა, რაც გულისხმობდა, ვთქვათ, თუნდაც ბაზისური საყოფაცხოვრებო პირობების მოწყობას. და სახელმწიფოს მხრიდან არსებობს კიდევ სხვა ასე ვქვია რეინტეგრაციის პაკეტი. ეს არის სწორედ ამ ფონდის ფარგლებში არსებული პაკეტი, რომელიც სამწუხაროდ უკვე ამოიწურა, რომელიც ფაქტიურად ჩვენი სტატისტიკით უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რეინტეგრირებული მთელ საქართველოში რეინტეგრირებული ბავშვების 50%-ს მოხმარდა. შესაბამისად, აქედან ჩვენ ხედავთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს მსგავსი ბერკეტი. რას გულისხმობდა ეს პაკეტი? ეს პაკეტი გულისხმობდა, როგორც აღვნიშნე, ბაზისური მოთხოვნილებების კეთილმოწყობას, ანუ ძალიან ხშირად ხდებოდა ფულადი დახმარება არ იყო. სარემონტო სამუშაოები, ვთქვათ, ოჯახს აქვს საცხოვრებელი, მაგრამ ისეთი დანგრეულია ჭერი, წყალი ჩამოსდის, არ არის ელემენტარული გათბობა, ელექტრო ენერგია შესული, ამის მოწყობა. გარდა ამისა, საოჯახო ინვენტარი, ავეჯი, ბავშვებს არ ჰქონდათ თუნდაც საწოლი, რომელშიც დაწვებოდნენ, როდესაც დაბრუნდებოდნენ ოჯახში. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ასე ვთქვათ, ბერკეტი სახელმწიფო სოციალური მუშაკის ხელში, რომელთაც იგი ახერხებდა ოჯახის გაძლიერებას. თუმცა აქვე დავამატებ, რომ მხოლოდ მატერიალური არ არის საკმარისი, ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა.
ვითარდება. და ასე ვთქვათ, რეფორმის წინსვლის ფონზე ვინაიდან უმრავლესობა ბავშვებისა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან არის დაბრუნებული, რეინტეგრაციები შეიძლება ასე მასიურად აღარ განხორციელდეს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს ზრუნვაში განთავსებული ნებისმიერი ბავშვი, რომელიც დღეს თუნდაც უფრო პროგრესულ ზრუნვის ფორმაშია განთავსებული, როგორც არის მინდობით აღზრდა, უნდა განიხილებოდეს როგორც პოტენციურად ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებადი და სახელმწიფო სოციალურმა მუშაკმა უნდა განაგრძოს მუშაობა ამ ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერების მიმართულებით. შესაძლებელია დღესდღეობით ოჯახი არ არის მზად ბავშვის დასაბრუნებლად რიგი მიზეზების გამო, თუმცა ჩვენს მიზანს სწორედ ის წარმოადგენს, რომ მაქსიმალურად პარალელურად ვიმუშაოთ ბიოლოგიურ ოჯახთან, გავაძლიეროთ ეს ოჯახი, რათა ბავშვი საბოლოო ჯამში, რომელიც მაინც უნდა დაბრუნდეს ბიოლოგიურ ოჯახში, უფრო ადრე დაბრუნდეს და არ დაირღვეს ეს ბიოლოგიური მიჯაჭვულობა და კავშირი ამ ოჯახსა და ბავშვს შორის. ამასთან უბრალოდ იმას დავძენ, რომ ვინაიდან რეინტეგრაციების, ასე ვთქვათ, საჭიროება შეიძლება ისეთი მასიური აღარ იყოს მომავალ წლებში, როგორც იყო ვინაიდან ფიზიკურად ეს ბავშვები უკვე განთავსებული არიან. ვინაიდან ეს ბავშვები უკვე ფიზიკურად დაბრუნდნენ ოჯახებში. სახელმწიფო უნდა იფიქროს პრევენციული მექანიზმების გაძლიერებაზე. ანუ რეალურად დღესდღეობით რეფორმის პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ბავშვი არ მოხვდეს სახელმწიფო ზრუნვაში. და ფაქტიურად აქ ჩვენ ისევ და ისევ გვესაჭიროება მოწყვლადი ოჯახების გაძლიერების სერვისები. როგორც მატერიალური, ასევე ფსიქოსოციალური, ასევე ვთქვათ, დასაქმების კუთხით, მშობლების სასიცოცხლო უნარების გაძლიერების მიმართულებით. გასაგებია, ვკითხოთ ნათიას, რამდენად ითვალისწინებს რეფორმა ამას, რომ მომავალში აღარ მოხდეს ბავშვების ოჯახისგან, ბიოლოგიური ოჯახისგან მოწყვეტა, აი ამ პრევენციულ მეთოდებს. იას მადლობა მინდა გადავხატო დეტალური აღწერისთვის ამ რეინტეგრაციის პაკეტის. უბრალოდ ერთი საკითხი მინდა დავამატო. მან აღნიშნა, რომ 50% იმ ბავშვებისა, რომლებიც დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახში, დაბრუნებულები იყვნენ სწორედ ამ ეგრეთ წოდებული სოციალური ფონდის საშუალებით, რაც საბედნიეროდ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით არსებობდა ასეთი რესურსები. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფოს აქვს უფრო მდგრადი მეთოდი ამ ოჯახების დაფინანსების და დახმარების და ეს არის სახელმწიფო რეინტეგრაციის პაკეტი. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ეს დახმარება არ იყო მხოლოდ დონორული რესურსებით განხორციელებული, რომ სახელმწიფომ პარტნიორებთან ერთად იზრუნა იმაზე, რომ სახელმწიფოს თვითონ გამოეყო ასეთი ტიპის რესურსი. ეს არის მცირე, მაგრამ ფინანსური დახმარება, ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ სოციალური მუშაკი რეგულარულად იმუშავებს იმ ოჯახთან და ბავშვთან, რომელიც წლების შემდეგ დაბრუნდა თავის ბიოლოგიურ ოჯახში და დამერწმუნეთ ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია და ეს არის შედარებით უფრო მდგრადი მეთოდი, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს ამ ოჯახების დახმარებას. მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე პრევენცია. არსებობს ძალიან ბევრი საჭიროება, რომელთა დაკმაყოფილება და რომელზეც რეაგირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დამატებითი ჯგუფები ბავშვების არ აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მათ მოუწევთ ბიოლოგიურ ოჯახთან განცალკევება და ან მიმღებ ოჯახში, ან მცირე ზომის საოჯახო სახლებში მოუწევთ მათ საცხოვრებლად გადასვლა. არსებობს გარკვეული ღონისძიებები, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო ცდილობს, რომ გააძლიეროს ასეთი ოჯახები. ასეთი მაგალითებია მაგალითად დღის ცენტრის მომსახურება, როგორც შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებისთვის, ასევე სხვა მოწყვლადი ჯგუფების შვილებისთვის. ასევე ადრეული ჩარევა, ეს არის მომსახურება 0-დან 7 წლამდე შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებისთვის და რამდენიმე სხვა ფორმაც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, რომ ასეთი მომსახურებები ქვეყანაში შეიქმნა, სამწუხაროდ ასეთი მომსახურებების რაოდენობა და არც მრავალფეროვნება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს გაუმკლავდნენ არსებულ სირთულეებს. ეს არის არა მხოლოდ ეკონომიური სირთულე, როგორც იამ უკვე აღნიშნა, არამედ მთელი რიგი სოციალური პრობლემები, ზოგ შემთხვევაში მშობლების უუნარობა, რომ ესეთი ჯანსაღი მეთოდებით აღზარდონ თავისი შვილები. ამ თემით მე სწორედ ბატონ გიორგისთან გადავალ. ყველა ეს ბავშვი, რომელიც უკვე განთავსებულია ოჯახში, რჩება მაინც სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ. რამდენად მკაცრია მონიტორინგი
შემდეგ როგორ ხდება ამ ბავშვზე ზრუნვა. თუნდაც იგივე შეიძლება შემდეგ გაჩნდეს მის მიმართ აგრესია, არასწორი დამოკიდებულება, არასწორი ურთიერთობა ამ ბიოლოგიური თუ არაბიოლოგიური მშობლების მხრიდან. როგორ ხორციელდება მონიტორინგი? რაც შეეხება სახელმწიფო ზრუნვას, ამ შემთხვევაში უნდა გავყოთ ორი კომპონენტი. ერთი კომპონენტი, როდესაც ბავშვის რეინტეგრირება ხდება ოჯახში, ამ შემთხვევაში ის სახელმწიფო ზრუნვიდან გადის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ზუსტად მონიტორინგის ინსტრუმენტით ვალდებულებას ვიღებთ, რომ ამ ბავშვის ბედით მომავალში დავინტერესდეთ და თუ გარკვეული სიგნალები შემოვა ოჯახიდან, ზუსტად ამისთვის დადის სოციალური მუშაკი ყოველთვიურად რეინტეგრირებულ ოჯახში, შესაბამისი რეაგირება მოხდეს. რა თქმა უნდა, კანონიერი წარმოადგენელი მშობელია, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის მიდგომას, იმიტომ რომ ნებისმიერი ბავშვი და თუნდაც რეინტეგრირებულ ბავშვს რო თავი გავანებოთ, იმ ოჯახს საერთოდ შეიძლება რეინტეგრაცია არ იყოს, მაგრამ იმ ოჯახში თუ ბავშვის უფლებები ილახება, აქ არის პირდაპირ ვალდებულება სახელმწიფო სოციმუშაკის მიერ ჩაერიოს ამ პროცესებში და შესაბამისი რეაგირება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, მონიტორინგის ინსტრუმენტი არის ყველანაირად გასაძლიერებელი, იმიტომ რომ როგორც აღინიშნა დღეს, ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა ბავშვის მიტოვების საქართველოში არის სოციალური სიდუხჭირე. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. იქ შეიძლება რაღაცა კომპლექსური პრობლემებიც იყოს, მაგრამ უმთავრესად, როდესაც ბავშვებს ბავშვთა სახლში ტოვებდნენ, არავის არ დაუტოვებია. ძალიან ცოტა მაგალითია იმისა, როდესაც მუდმივად ტოვებდნენ და ეგრევე უარს ამბობდნენ ბავშვებს. ყველა ტოვებდა ბავშვს დროებით, ზუსტად იმ იმედად, რომ მომავალში რაღაცნაირად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდა და შესაბამისად შეძლებდა ამ ბავშვის დაბრუნება. თუმცა ზოგჯერ ეს მდგომარეობა მიდიოდა და ამ შემთხვევაში ზოგჯერ იყო იმედი, რომ უახლოეს 2 წელიწადში და ბავშვს 18 წელი ისე უსრულდებოდა, რომ რა თქმა უნდა, ვერ ხდებოდა მისი ოჯახში დაბრუნება. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, რომელიც ახსენეს, პირდაპირ ფულადი დახმარება იქნება თუ სერვისებში განთავსება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახს გააჩნია ინდივიდუალური მოთხოვნილებები, რომლის გადაჭრაც არის საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად საჭირო, რაზეც სამწუხაროდ სახელმწიფოს ბიუროკრატიული მექანიზმი მოქნილი არ არის. ზუსტად ამისთვის არის კარგი, როდესაც არასამთავრობო სექტორს გააჩნია რაღაცა ფონდები და შესაძლებლობა აქვს, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს ამ საჭიროებებზე. იმიტომ რომ ეს პრობლემები არის სხვადასხვა სახის და კატეგორიის, შესაბამისად თუ პრობლემები იქნება სიტყვაზე კონკრეტულად რო ვთქვათ, მარტო გამოთბობლებში სახელმწიფო იყიდი და გამოთბობლებს, მაგრამ თითოეულ ოჯახში შედიხარ და გვხვდება თითოეულ ოჯახში სხვადასხვა სახის და ენაირი სახეობის პრობლემა, რომელსაც წინასწარ ვერაფრით ვერ დაგიგმავ და შესაბამისად ვერც გაითვალისწინებ. კონკრეტული მიდგომა უნდა. რაც შეეხება მონიტორინგი დღეს ხორციელდება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს მონიტორინგის მექანიზმები მომავალში გაუმჯობესოთ. ფაქტობრივად უკვე უახლოეს მომავალში შემოვა მონიტორინგის დამატებითი ინსტრუმენტი, ერთი არის სოციალური მუშაკი, რომელიც ოჯახის მონიტორინგს ახორციელებს, მეორე არის უკვე სამინისტროს შეიქმნა სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამ სოციალური მუშაკის მონიტორინგებას მოახდენს და ფაქტობრივად უკვე დამატებითი კონტროლი გაჩნდება თითოეულ ოჯახზე. ეს იყო ერთი კონტინგენტი რეინტეგრირებული, მეორე, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ მიმღები ოჯახები დატრეინინგებულები არიან, შერჩეულები არიან, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში რამე პრობლემას, რამე ხარჯზე არ იქნება. აქედან გამომდინარე, ის ბავშვები მაინც რჩებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან მიმღებ ოჯახებში განთავსებულებები, აქაც იგივე მექანიზმი იმუშავებს. სოციალური მუშაკის გარდა ჩაერთვება დამატებითი სტრუქტურა, სახელმწიფო სამინისტროს ცენტრალური აპარატი, რომელიც შერჩევით მოახდენს ამ ბავშვების მონიტორინგს. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია თვითონ ომბუდსმენის აპარატის როლი, რომელსაც ასევე შეუძლია მონიტორინგის წარმოება. ასევე შესაძლებელია რაღაცა მომენტში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა და რაც უფრო მეტი კონტროლის მექანიზმები იქნება, რა თქმა უნდა, იმ ბავშვების მომავალი უფრო გარანტირებული იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციებზე მინდა უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, ანდრო რა როლს ასრულებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომელთაც უშუალო ურთიერთობა არ აქვს სახელმწიფოსთან აი ამ პროცესში, ამ პროგრამაში, ბავშვებზე ზრუნვაში? ყველაზე ფართოდ გავრცელებული ეს არის ამ მომსახურებების მიწოდება სახელმწიფოს. სერვის პროვაიდერები გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციები და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ის მიმართულება, რომელიც აირჩია სახელმწიფომ, რომ სერვისებს თვითონ არ ახორციელებს, იტოვებს რეგულირების ფუნქციას, იტოვებს მეთვალყურეობის ფუნქციას და იტოვებს გადაწყვეტილების მიღების ფუნქციას, რომელი ბავშვი განთავსდება რომელ სერვისში, ანუ ვის რა საჭიროება აქვს, ამას ადგენს სახელმწიფო. თუმცა აი ამ საჭიროების დაკმაყოფილება უკვე მცირე საოჯახო სახლი იქნება, დღის ცენტრი იქნება, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია. და მეორე ფუნქცია, ეხლა მონიტორინგი ახსენა,
ჩემი ორგანიზაცია მაგალითად ძალიან აქტიურად არის აი უფლებების დაცვის საქმეში ჩართული. კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირება და ამ შემთხვევების ანალიზი და საჭიროებების გამოკვეთა. ესეც ჩვენგან მიეწოდება როგორც სახელმწიფოს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს პოლიტიკა, გაუმჯობესდეს მარეგულირებელი ჩარჩო, გაუმჯობესდეს გაიზარდოს რესურსები, რომელიც იხარჯება პროფესიონალებზე თუ სერვისებზე. და კონკრეტულ უფლებადარღვევების ფაქტებზე რეაგირება. ახლა ის რგოლი, რომელიც ახსენა ახლად შექმნილი რგოლი სამინისტროში ბატონმა გიამ, მე წარმომიდგენია, რომ უშუალო კავშირში ვიქნებით ჩვენ მომავალში. თუ მანამდე მხოლოდ ვთქვათ, ომბუდსმენის ოფისთან გვიწევდა ურთიერთობა, ისევე როგორც სოციალურ მუშაკებთან, ეხლა უკვე დაემატება კიდე ერთი რგოლი, რომელიც სხვა კუთხიდან გააკონტროლებს აი ამ სისტემის გამართულ მუშაობას. ია, რა ხდება მას შემდეგ, რაც ბავშვი მიაღწევს სრულწლოვანებას და ფაქტობრივად გამოვა სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან? რამდენად ხდება მომზადება ბავშვის იმისთვის, რომ მან უკვე დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს? კი ბატონო, შეიძლება ამ დროს ისიც ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც ამ დროს არ აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ მისი ორგანიზაცია ძალიან დიდი დოზით არის ამ ფუნქციაში ჩართული, ეს არის ასევე კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც სახელმწიფო, ვთქვათ, მუშაკების, ასევე იგივე მინდობით აღზრდელების, სოციალური მუშაკების, ანუ არასამთავრობო სექტორი. ახსენა, რომ ტრეინინგი მიმდინარეობს ყოველთვის სისტემატურად. და რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე ვთვლი, რომ ეს ზოგადად ყველა ჩვენთაგანის ტკივილია დღესდღეობით, იმიტომ რომ ფაქტიურად, როდესაც ბავშვი ხდება 18 წლის და გადის სისტემიდან, ჩვენ ბევრად ნაკლები, ასე ვთქვათ, ბერკეტი გვაქვს იმისა, რომ მას დავეხმაროთ და აბსოლუტურად ყველა ბავშვის ზრუნვის სპეციალისტი დღესდღეობით ამაზე წუხს, იმიტომ რომ რეალურად პოლიტიკა და ამაზე ალბათ ბატონი გია უფრო ისაუბრებს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მე ვიცი, რომ არსებობს გარკვეული, ასე ვთქვათ, მცდელობა პოლიტიკის შექმნის და არის შემუშავების პროცესში, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ახალგაზრდობის პოლიტიკა, როგორც ასეთი, ანუ როგორ ვეხმარებით იმ ბავშვს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ვთქვათ, არ ჰყავს ბიოლოგიური ოჯახი, სათანადო, სადაც დაბრუნდება. თუ ის მინდობით აღზრდაში იყო, მან უნდა დატოვოს ეს ოჯახი. ხო, იმიტომ რომ ის გადის სახელმწიფო ზრუნვიდან და ფაქტიურად ძალიან გვიჭირს ამ მიმართულებით. ერთადერთი, რასაც სისტემა აკეთებს, ეს მინდობით აღზრდაში იქნება ბავშვი თუ მცირე საოჯახოში, სოციალურ მუშაკთან ერთად იწყება 14 წლიდან თქვათ ფიქრი იმაზე, საით შეიძლება წავიდეს ეს ბავშვი. და მაქსიმალურად ხდება აი ამ არსებულ სერვისებში, აი ამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადება. ეს საკმარისი არ არის. ეს არის ის, რაც ბავშვმა შეიძლება უნდა იცოდეს. ეს იქნება, არ ვიცი, თვითმოვლის ჩვევები, რა ვიცი, ბიუჯეტის მართვის ჩვევები, ზოგიერთ შემთხვევაში გააჩნია ეხლა რა ინდივიდუალური მიდგომა მუშაობს აქ. ზოგიერთ შემთხვევაში მზადება უმაღლესი განათლებისთვის, პროფესიული განათლებისთვის. პროფესიული განათლების კუთხით მაგალითად სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ ასეთ ბავშვებს მიეწოდებათ უფასოდ ეს მომსახურება. მაგრამ ყველა ვიცით, რომ არ არის საკმარისი. თითოეული ჩვენთაგანი 18 წლის ასაკში რომ მარტო დავრჩენილიყავით დამოუკიდებელ ცხოვრებასთან, არ ვიცი, დღეს აქ ვიქნებოდით თუ არა. საჭიროა რაღაცა აი ამ ტრანზიციის ხელშემწყობი, სულ ცოტა ყურადღება მაინც. ახლა ია მისახსენა, რომ გვეკარგება საერთოდ ის ბავშვები რადარიდან. გახდა 18 წლის აღარ არის. გადიან ამ პროგრამიდან ფაქტია. აღარ არის ბავშვი. და შესაბამისად იმის კონტროლიც კი არ ხდება, კონტროლი რა არც კი უყურებს სისტემას. ყურადღების მიქცევა როგორ წავიდა. ეხლა ინდივიდუალურ დონეზე ზოგიერთ შემთხვევაში ხე ჩვენც ყოფილვართ სერვის პროვაიდერი ვაგრძელებთ მაგრამ ეს თქვენ კეთილნებაზეა უკვე დამოკიდებული. ეს არ არის ვალდებულება, ეს არის სისტემა. და მინდობით აღზრდაში მეტია შანსი იმისა, რომ მინდობით აღზრდელი არ გაუშვებს ბავშვს. მაგრამ ესეც მის კეთილნებაზეა. ის უკვე თუ მას მართლა როგორც თავის შვილს აღიქვამს ოჯახი, შეიძლება დაიტოვოს ოჯახში, მაგრამ ამას ვერავინ მას ვერ დაავალდებულებს. და მithumetes ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ვიდრე პროგრამაში მონაწილეობს ეს ოჯახი, მას ეხმარება, მაგრამ ეს დახმარებაც უკვე შეწყდება, რა თქმა უნდა, ხო, სრულწლოვანებასთან ერთად. ერთი რგოლი. დიდი ბოდიში პარა თუ შეიძლება დავამატო
ავტომატებ განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემა შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებთან და ადამიანებთან მიმართებაში. მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემების არ მქონე ბავშვების შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მათი მზადება მიმდინარეობს და არსებობს გარკვეული შანსები ამ ადამიანებისთვის და მათ თუ გაუმართლებთ ისინი დამოუკიდებლად თქვათ ინტეგრირდებიან საზოგადოებაში და განაგრძობენ ცხოვრებას, შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების შემთხვევაში ასეთი შესაძლებლობა ბევრად უფრო ნაკლებია. და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა ზრუნვის სისტემის რეფორმირება ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ეფექტურად მოხდა, სამწუხაროდ იგივე თქმა ძალიან რთული იქნება ზრდასრული ადამიანების სერვისებთან მიმართებაში, განსაკუთრებით თუ საუბარია შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების მომსახურებებზე. ასე რომ პრობლემა მწვავეა და განსაკუთრებით მწვავეა შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების შემთხვევაში და ამ საკითხზე განსაკუთრებულად დიდი აქცენტი ახლო მომავალში უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. მე მინდოდა დეტალურად გვესაუბრა სოციალური მუშაკის ინსტიტუტზე, თუმცა ბევრი თქვა ამის შესახებ უკვე და ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლი ამ სისტემაში. ბატონ გია, ამ ეტაპზე რეფორმა რამდენად მოიცავს უკვე სხვა ასპექტს ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების. ჩვენ ძირითადად ახლა ვისაუბრეთ ბავშვებზე, რომლებსაც მზრუნველობა ჭირდებათ. რამდენად გადადის უკვე უფრო აქტიურად რეფორმა სხვა პრობლემებზე, რომლებიც მცირეწლოვანებს აწუხებს. პირველივე ჩემი სიტყვა მაგის აქედან დავიწყეთ, რომ ჩვენ ერთი ეტაპი გავიარეთ, ძალიან დიდი ეტაპი, მაგრამ წინ დაგვჭირა გაცილებით უფრო დიდი ეტაპი, გაცილებით უფრო დიდ ეტაპს გვია, რომ საქართველოში სტატისტიკური მონაცემებით, მომავალ წელს ალბათ კიდევ უფრო დავაზუსტებთ საყოველთაო აღრიცხვის მერე, მაგრამ დღესდღეობით არის რაღაც მილიონამდე ბავშვი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ფაქტობრივად ბოლო წლები აქტიურად მუშაობდით იმ 4500 ბავშვზე, რომელიც სისტემაში იყო და იყო მზრუნველობა მოკლებული. დღეს დადგა უკვე ის ეტაპი, რომ ჩვენ ფაქტობრივად ჩვენ არეალში უნდა მოვაქციოთ ეს მილიონი ბავშვი, იქიდან გამომდინარე ამ მილიონ ბავშვი დავიჭიროთ, ყველაზე ძალიან ვის უჭირს, ვისი უფლებების უგულებელყოფა ხდება თუ ვიზი არის პირდაპირი ძალადობა. აქ არის ძალიან დიდი საზოგადოების როლი, იმიტომ რომ მახსენდება ზუსტად 2 კვირის წინ ტელევიზიიდან შემოვიდა ზარი, როდესაც 14 წლის ბავშვს სადღაც არადასახლებულ პუნქტში ოჯახიდან რომ გამოიყვანეს, აუშენეს სახლი არა მიწური და მეზობლები ეხმარებოდნენ ამ მიწურის აშენებაში და მხოლოდ პრობლემა დადგა მას მერე, რაც ზედამხედველობის სამსახურმა ამ მიწურის დანგრევა დაიწყო. რა თქმა უნდა, ადგილზე ეგრევე გავიდა სოციალური მუშაკი და ეს ბავშვი განთავსდა შესაბამისად მცირე ტიპის საოჯახო სახლში და გადაიჭრა ამ ბავშვის პრობლემა. მაგრამ თავიდანვე მეზობლებს იმის მაგივრად, რომ მიწურის შენებლობაში დახმარებოდნენ და იმ წუთშივე რეაგირება გაეკეთებინათ შესაბამისად, ის ბავშვი უკვე აღარ მოუწევდა 2 თვის განმავლობაში მარტო ცხოვრება. ზუსტად ამიტომ, რაც არ უნდა მე ბევრი დღეს შეიძლება სოციალური მუშაკების რაოდენობა საკმარისი არ არის, მაგრამ რაც არ უნდა სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზარდოს, ყველა ფაქტის დაჭერა ვერ მოხდება თუ არ გააქტიურდა საზოგადოება, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება არის კრიტიკული მომენტი, როდესაც ფაქტობრივად მიუხედავად დიდი გამოცდილების აქ ადამიანები ვინძივართ ყოფილა ისეთ შემთხვევები, რომ გადაწყვეტილება ვერ მიგვიღია, ისეთი რთული შემთხვევაც ყოფილა, მაგრამ არის საკმაოდ მარტივი შემთხვევები, რომელიც შეიძლება მარტივად მოგვარდეს. და მით უმეტეს საზოგადოებამ უნდა მიაწოდოს. და აქედან მთავარი არის უბრალოდ სიგნალი წამოვიდეს საზოგადოებიდან და შესაბამისად უკვე ერთობა მერე შესაბამის სამსახურები და უღებულობთ გადაწყვეტილება. შეიძლება საუკეთესო გადაწყვეტილებას არა, მაგრამ ის ბავშვი რო ქუჩაში არის, იმაზე უკეთეს გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ. მომავალი საქმიანობა არის მე როგორც წარმომიდგენია, ეს არის ძირითადი მიმართულება ღარიბი ოჯახების გაძლიერება, სადაც ბავშვები იზრდება და პირდაპირ კავშირში არის უმრავლეს შემთხვევაში სიღატაკე ოჯახის ბავშვის უფლებების მინიმუმ უგულებელყოფასთან. არის მნიშვნელოვანი დავიჭიროთ ჩვენ ძალადობის შემთხვევები ოჯახებში და გამოვავლინოთ ის ბავშვები, რომელზეც ხდება ძალადობა. დიდ მიმართულებად რჩება ასევე ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემატიკა და ამ მიმართულებით დაწყებულია ევროკავშირის დახმარებით პროგრამები, რომელიც მომავალში უნდა გაფართოვდეს და დღესდღეობით ეს პროგრამა თბილისს მოიცავს და 2014 წლიდან ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დასავლეთ საქართველოშიც გადავალთ და აგრეთვე ჩვენ რამოდენიმეჯერ შევეხეთ შეშემოწმებულ ბავშვების საკითხს. ეს არის ცალკე დიდი თემა და დღესდღეობით ხდება კონვენციის რატიფიცირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის კონვენციის, გაეროს კონვენციის და ამასთანავე სახელმწიფოს ნება არის გამოცხადებული. ეს არ არის ამ შემთხვევაში მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან პირდაპირ კავშირში, მაგრამ ეს არის მომავალში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომავალთან დაკავშირებული პირდაპირ, იმიტომ რომ ლაპარაკია კანონმდებლობის ძირეულ გადახედვაზე, ლაპარაკია სტატუსის მინიჭების
მექანიზმების შეცვლაზე, ლაპარაკია თითოეულ შეშმპ პირზე თუ ბავშვზე ინდივიდუალურ მიდგომაზე და შესაბამისად აქედან გამომდინარე შესაბამისი სერვისების განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ეს დიდი ნაწილი, რომელიც შეშმპ პირები ქვია, პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს იმ ბავშვებზე, რომლებიც დღეს ინსტიტუციებში არიან ან ოჯახებში არიან და მათი უფლებები ილახება. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ, რა თქმა უნდა, თვალს ამ პროგრამის გაგრძელებას. დიდი მადლობა, ჩვენ სტუმრებს, ჩვენი დისკუსია ამით დასრულებულია.